ჩამოვედი ვაშინგტონიდან და გესალმებით დღესაც და მე არ ვიცი რომელ სიზმრებს ყვება ნიკამედია ვერ გიტყვით ხა მაგას მართლა რომელ სიზმრებს ყვება თანაბარი რო ყოფილიყო რა ვიცი ხაბეიშვილთან წააგო არ შევდები 2000 რა ლოგიკა შეჭდება ან მიხელ სააკაშვილს უსწრებდა რეიტინგით 2020 წელს საკუთარ არჩევნებში მე ხაბეიშვილთან რა წააგო არჩევნები ეშინიათ მართალი ადამიანების, ღირსეული ადამიანების ეშინიათ და უკომპრომისო ადამიანების ეშინიათ. არავით არის კომპრომისი. არა ლეგიტიმურ რეჟიმთან. რეჟიმმა რაც არ უნდა გააკეთოს, რა ვიცი, სულ რომ სიკვდილი დაშა შემოიღოს და მაგბრალის აღიარება მომთხოვოს და სიკვდილი დამშიან, მე ავირჩევ სიკვდილს. ვეძახიან სამშობლოებს, ვეძახიან აკაცუკებს, ვეძახიან პატრონოებს. ხაბის მნიშვნელობაც არის ესეთი არის თავშეულ სამოსახლოვი. აი რა ლევან ხაბეიშვილი ვის ლევან თქვენ გჯერათ რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს რომ რეპრესიები დაიწყოს ხალხნა რეპრესიებთან ნაციონალური მოძრაობიდან თქვენთან ვინც ასოცირდება აი ამას რო იტყვით აი რეპრესიები და ვინ გახსოვთ უცებ და მე ვერც კი წარმოვიდგენ რა ხელად კიბილს განიცდის პრეზიდენტი სააკაშვილი გამოკეტილი სატანში არც საკვებს აწოდებდნენ შესაბამისი რაოდენობის არც იმ სპეციალურ ორთოპედიულ მატრას რომელიც მას სჭირდებოდა და ეს იყო სამედიცინო დასკვნებით დადასტურებული არც D ვიტამინს რომელიც ვეგან ადამიანს სჭირდებოდა ძალიან ბევრი წელია უკვე ვეგანია ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. კაი, ჩემი დედასპიცა ვარ. პუტინი ყოველდღიურად სუსტდება, უკრაინა ძლიერდება. არის ის? ახლა აბა ჩვენს კერეხა იქნებოდა რაღაც ახალი ცირკები და ისინი რა მეყორო მოხდა. რა არის ეს MSR? ხოჯოს მიხეილ სააკაშვილის აბრევიატურას ემთხვევა მიხეილ სააკაშვილის რეფორმა. MSR. მე ამ დამარტივი გამოსავალი. ევროკავშირში თუ შევალთ, არ მოვაჩვენთ რომ საქართველოში ხომ არის დღეს აი საშუალო სიოცვის განზრახობა 74 წელი, იქ არის 91 წელი. ანუ ავტომატურად ჩვენი სიოცვე გახაზდებოდა. ანუ აი თუ თქვენ გეზარებათ რომ რაღაცა სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ, მაგრამ თან სიკვდილი უფრო დიდი ხანი არ გინდათ, გამოიწვია ევროკავშირში შესვლა არის ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალი. სწავლობდი შესაძლოა. ეს თუხტუხი არ არის ზოგადი თუხტუხი და ზოგადი რაღაცა წნევა. ეს არის თუხტუხი უსამართლობაზე, თუხტუხი საქართველოს ღირსების გაყნიერებაზე. ჩვენ ამ თუხტუხს გაიგიჟე, აი შეხელი გიჟი თუ არა. რა გიქნის იცი რომ აბსოლუტური სივრცე მე მგონი ცხლენია რომ რაღაც დაბადების დღე გადავიხადო რაღაც მეგობრები დავპატიჟო და დავკარგე მეგობრები იმიტომ რომ მათთან საერთო აღარ არაფერი ხეში ყოფილვარ მე ესმის გადრეში ვარ იმიტომ რომ არ შევინებ იმათთან ურთიერთობა ვინც ვითომ ვერ ხდება რა ხდება ანუ მე კიდევ აქეთ მამონაკებს რომ კაიკაცო იმღერე რა მოდი ბევრი მართლა ბევრი არ დამჭა მე კარგად გამოვიყურები თუ ცუდად ნუ რამდენი წელს ვარ ხო ვიცი ცუდა მაგრამ 20 წელი ნამდვილად არ ვარ და მეჯიბრე მეგობრებო უკეთესობა ექიმი როდესაც თავის მოვალეობას ასრულებს როგორც გიორგი ასრულებდა და როგორც ვასრულებთ ან ჩვენ ვეხმარებით ყველნარი ზოგადად ნეიტრალური პოზიციის დაჭერით ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის გადარჩენაში. ტენისის სიკვდილის გადავა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგალითად, კონდომის სწორად ასარჩევ. ანუ ჩვეულებრივად ფუძიდან დაუწყოთ გაზომვა, ისეთ გამარჯვებაში და წატარა გაზომვა, აუცილებლად ეს უნდა იყოს არაგვირითი და ქვედანაწილი რამე წელი და დორსალური ნაწილი პენისის შემთხვევაში. შერგოლიშვილის დესტრუქცია არის ერთმნიშვნელოვნად მისი. და ხო არის მნიშვნელოვანი როგორი ეპითეტებით ამკობ. ხო შეიძლება იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარჩოში ჩასული და რაღაცნაირი რომ ის დებატების სახე ქონდეს და არა ლანძღვის. პოლიტიკოსი რომელიღაც ჯოჟონი პოლიტიკოსი არის, შენ ხო ხარ პოლიტიკოსი. შენი ხო შეიძლება რომ შენი მიმართვის ფორმა, შენი კრიტიკა იყოს როგორც პოლიტიკოს შეეფერება. თორემ მე ჯერ აქტივისტი ვარ და ჟურნალისტი რასაც მინდა იმას ვიტყვი, ნაკლები მომეთხოვება. მაგრამ შერგოლიშვილი ხო ამბობს რომ ის პოლიტიკოსია და განაკლებით და ეს ნასწავლი აქვს. იყო ნაიცეს ისე როგორც პოლიტიკოსი ხარ. მე რომ ნანუკა და ლობიანას დამიძახებს, ეგ არის პოლიტიკა, ეგ ისწავლა. ანუ ეგ მაგას გვამატებს. თუმცა ნანუკა შოჟოლიანის განცხადებით ფასადურად იგულისხმება თქვენი პარტია. ეს მისი პოლიტიკური ანალიზი არის ალბათ მე-100 ხარისხოვანი. არა მე-100 ხარისხოვანი არის ნანუკა შოჟოლიანის პოლიტიკური. იმიტომ რომ არა კარებს ცოდნა სერბაზელზე არ არის რაზე ლაპარაკობს. არაფერი ერთი იცის რომ მიშას რაც ეს სიამოვნება ის უნდა ილაპარაკოს. ანუ ეს საქმე არ იცის. პოლიტიკური სისტემები არ უსწავლია. ვერ ხვდება რას ნიშნავს ალიანსი. ამბიცია უბრალოდ ანუ აი გოიმობაზე როცა ვლაპარაკობთ გოიმობა რა არის. გოიმობა არის როდესაც საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება შეგიძლია და იქ ეტენები სადაც შენი ადგილი არ არის. ანუ მისი პრობლემა ის არის უბრალოდ არაფერი ამ საქმეზე არ უსწავლია. დიდება ღმერთს რომ აი ასეთ დიდებული მოვლენა მოგვივლინა ჩვენ ქართველ ერს. თუნდაც დავიწყოთ პატიმრებით. იგი ვერ არის კარგად ეს ვერ არის ჩვენ ნაციონალური მოძრაობა სატანები ვართ, მუხმერთოები ვართ და ზოგადად ეს ევროპული მხარდამჭერი ოპოზიცია ასეთები არიან. არის ის? ის ჭირდება. ეგალიანს მსხვილ პარტიებს არ ჭირდება. ჭირდება იმ პარტიებს, რომლებიც შესაძლოა რეიტინგი არ იციან, იმიტომ რომ არჩევნებში არც ის შესულა. უკეთებენ რაღაც ფასადს და აძლევენ თოლბრობს, თოლს რომ თითქოს ვინმე რამე პოლიტიკურ პარტიას არ მოადგენს. პრობლემები, რომელიც ამ პარტიაში ობიექტურად გაჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. უბრალოდ ზოგი გამოდის და ამ პასუხისმგებლობებს აგისვათ მიხეილ სააკაშვილს და არასწორია ეს.
მაგრამ შენ ასევე ვალდებული ხარ შენ სამომრჩეველთან და პარტიის წევრებთან, რომ ეს მოცემულობა, რომ მე შეიძლება ანას იფრიძეს მანდატი არ გამიგრძელო და მითხრა, რომ შენზე უკეთესად ამწოდას პირობითად ვიძახი და მაგალითად ლევან შეუძლია ეს ანიკიდებს გააკეთო. მე ვალდებული ვარ, ჩემი ამომრჩევლის გამო, იმ წმენის გამო, რის გამოც მე პარტიაში ვარ, მე ლევანს დავეხიბა და რაღაცა გააკეთო. ანა მიდევთ ხო? 5 წელი ყველა ბრალდებულის მიმართ. მე დავეკავებ იმ ადგილს, რომელიც აკავ მამაჩემს. Not bad. Now you. ცუდ ხასიათზე ხარ მე მგონი ირაკლი მოსწავლე. აი რაღაცა თავდასხმის რეჟიმში ხარ პირველი მე წავიდა რაც დაიწყე საუბარი. თუ გინდა რომ გავაგრძელოთ ინტერვიუ, გავაგრძელოთ თუ არა შევიძრეთ სოფესთან ვიღოთ. საზოგადოების ინერტულობასა და ქრისტიანობაზე მინდა გკითხოთ. არის თუ არა აქ ქრისტიანობის დანაკლისი? დიახ არის უეჭველად არის. დიახ კი არის და მართლაც რა ვიცი ქრისტიანი მოძღვრებას ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და ღმერთმა დასწრელოს ეს სკლეროზი. პარალელურად ამ დროს ამბობ რომ 500.000 აიღო ფორმულამ. არა იყო, ანუ თხული არის. რა ვიცი, რა უნდა დაუჯერო ჩერგოლებში. ალბათ უარყოფს გამოვლენ, რა ვიცი ხა მე არა ვარ ეგეთ რაღაცებში მე ეგეთი ნიუანსები არ ვიცი მე რა პრობლემები, რომელიც ამ პარტიაში ობიექტურად გაჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. უბრალოდ ზოგი გამოდის და ამ პასუხისმგებლობებს აგისრებს მიხეილ სააკაშვილს და არასწორია ეს. ჩვენი მოვალეობა არის მისი თხოვნის გარეშე, რომ ვიყოთ მასთან ერთად, ვიყოთ სოლიდარი მასთან და რაც შეგვიძლია ყველა მხრივ გამოვცხადოთ სწორედ ეს მხარდაჭერა. ელენე მაგრად იყავი. ვინც ლიდერებად არიან, აი ზუსტად ისინი უნდა გადავიდნენ ქმედებაში ერთობით. ერთობა არ არის ქალბატონა ინგა, ერთობა. ამიტომაც არ არის ქმედება. ქმედება იქნება, როცა იქნება ერთობა. როცა ერთობა იქნება და ქმედებაში გადავლენ, მაშინ აღგვართ თავდაცვითი რეჟიმიდან. არის ის. ვერ გავჩერდები სანამ ცოცხალი ვარ, ვერ გავჩერდები. ვერ გავჩერდები სანამ ცოცხალი ვარ, ვერ გავჩერდები. ვერ გავჩერდები სანამ ცოცხალი ვარ, ვერ გავჩერდები. რაღაცა დამოუკიდებელი აქტორი ხო როგორც მე. დიახ, მე არც ეს პარტიაში არ ვარ, მე არც ეს პარტიაში არ ვარ, მე არც ეს პარტიაში არ ვარ, მე არც ეს პარტიაში არ ვარ. სააკაშვილთან რა ურთიერთობა გაკავშირებთ? მეგობარი ვარ, კი. პრიკაზა რა იყო? მე რუსული არ ვიცი, ასე რომ რუსული სიტყვებით ნუ მლამძღავენ, კემაინც ქართულად მლამძღავენ. მაგის ურაბიშვილი, მაგრამ არა უბრალოდ ყლექალა, ასე უვნებელი გამოყალებული ქალი კი არა. ეს არის რეზიდენტი ყლექალა. საქართველოს მავნებელი ყლექალა. ყლექალა რო არის, ეს ფაქტია, მაგრამ დედამოწყმული რეზიდენტი.